ნუ ლომაძეს როგორც წესი ზოგადად ოზურგეთელებს აქ ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავთ, ბევრი ჩამოდიან და განსაკუთრებით ბევრი იყრის ხოლმე თავს ლომაძის გამოსვლისას. ეს ყოველ წელს წინა წლებშიც ასე ყოფილა და ფანისი ხდება, რომ ესენი ყოველთვის ჩვენს ახლოს არიან შეკრებილები, ეს ცენტრალური ლეიბია, ორგანიზატორებიც ტელეეთერის გამო უმეტესად ლომაძის ჭიდაობას აქ ნიშნავენ და მისი ყოველი გამოსვლის დროს ძალიან ბევრი ხალხი არის ჩვენს ირგვლივ და გამონაკლისი არც ეხლანდელი არ არის. აი ეს ოვაციები შეიძლება კიდევ ბევრჯერ შემოვიდეს ეთერში. დაიწყო ჭიდაობა, როგორც მოსალოდნელი იყო ყოველგვარი დაზვერვის გარეშე იწყება. ლომაძე ზოგადად საერთოდ არც ახასიათებს ასეთი დაზვერვითი ჭიდაობა. ეხლა ბროლაძეც საკმაოდ უტევს. საკმაოდ აწუხებს მეტოქეს. როგორც უკვე ვთქვით, აი ახლა ბროლაძეს მოუწოდა საჯმა თავის აწევისკენ და ლომაძეს რაღაც ფეხზე ანიშნა. როგორც უკვე ვთქვით, ბროლაძემ ძალიან კარგად ჩაატარა წინასწარი ეტაპის შეხვედრები და ერთ-ერთ ფავორიტს გიორგი ჩხიკვაძესაც მოუგო ნახევარფინალში. ძალიან კარგი ბიჭი არის ახალგაზრდულებში და ასაკობრივებში ზოგადად მას ბევრი წარმატება აქვს მოპოვებული. არ იქნება ნამდვილად იოლი ბრძოლა ეს ლომაძისთვის. წუთი და 15 წამი გავიდა, ალბათ უკვე მსაჯები გამოიტანენ გადაწყვეტილებას. დიახ, ბროლაძე დაისაჯა პასიურობისთვის, შედეგად ერთი ქულა მიიღო ლომაძემ და ბროლაძე დგება ჩოგბჯენში. ნუ დღეს რამდენჯერმე ვთქვი, რომ ლომაძე ჩოგბჯენში ძალიან ძლიერი ადამიანისთვის ერთ-ერთი კოზირი არის. და იმის მიუხედავად, რომ დღეს რაღაც თლადისად კარგ ფორმაში თითქოს ვერ არის, როგორც ჩვენ ევროპა მსოფლიოებზე ვხედავთ მას. წესით აქ წარმატების ძალიან დიდი შანსი აქვს, ნახოთ აბა როგორ გამოიყენებს ანშას. შეეკრა კარგად, წამოდგა, წამოქაჩა. დაატრიალა დაბალი ტრიალიდან და არა მაღალი ტრაექტორიდან 2 ქულა 3-0 კიდე გრძელდება ისევ მაღალი და ეს რო 4 ქულიანი არის კიდე მეორე მხარეს დატრიალება და წმინდა მოგება ხო მეკვლას კი ველოდეთ ორჯერ ჩხიკვაძეს ესე კარგად წამოუხდა დღეს ორი წუთიც არ არის გასული პავლოზე 5-0-ია, მაგრამ ხო 7-0, 11 არ ყოფილა მეგონი, მაგრამ მნიშვნელობა აღარ აქვს. ბროლაძემ ძალიან კარგად კი ეჭიდავა ჩხიკვაძეს, მაგრამ როგორც ჩანს მაინც გამოცდილება არის გახდა ამ შემთხვევაში გადამწყვეტი. პრაქტიკულად ინიციატივა მთლიანად მთელი აი ამ არასრული 2 წუთის განმავლობაში იყო ლომაძის ხელში და არანაირი შანსი არ მისცა. და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ წინვალე ჩაატარა წინასწარი შეხვედრები ბროლაძემ, ნამდვილად არ არის ხელსამოსაკრავი ბიჭი. ესეც კიდევ ერთი ისეთი ახალი კადრი გამოიკვეთა, შეიძლება ვთქვათ, ამ წონაში, რომელიც ლიდერთა დავაში უკვე ძალიან მომავალ წლებში კიდევ უფრო აქტიურად და კიდევ უფრო მეტად ჩაერევა. ჩვენ ახლა მორიგი დაჯილდოების ცერემონიალი და შემდეგ ბოლო ფინალური პაექრობა, ეს იქნება 92 კილოგრამი თავისუფალი ჭიდაობა. თეიმურას ქოჩქიანი თბილისი და ხარაგაულელი ზაურ ბერაძე. ნუ მანამდე ჩვენ მიულოცოთ ლომაძეს ეს წარმატება, მიულოცოთ მის პირადსალებს ოლეგ და ვალერი ზურებიანებს. პირველი ოქროს მედალი აქვს ზურგეთს, მათ აქვს ასევე 4 ბრინჯაოს მედალი და რაც შეეხება აჭარას აქვს 3 ოქრო, 4 ვერცხლი და 2 ბრინჯაო ამ მომენტისთვის. მესამე ადგილზე გავიდნენ მიშიკო ალექსანდრია, ხობი და გიორგი ჩხიკვაძე. სენაკი დაგვრჩა ერთი ფინალი თეიმურას ქოჩქიანი და ზაურ ბერაძე 92 კილოგრამი.